ეხლა ხო რაღაცები ისეთები ხდება, რომ რასაც საბჭოეთის დროს მიუღებლად მივიჩნევდით, ეხლა თითქოს შემოდის და უნდა მივიღოთ. 82-ში მე მახსოვს, რომ სუსლოპარო ვიყავდათ ნაკრებში, რომელიც ეხლა ტორპედო მოსკოვში თამაშობდა, არაფრით გამორჩეული არ იყო. მაგრამ რო კითხეს, რატო ყავთ ნაკრებშიო? ასების რაოდენობა დაუთვალეთო და ყველაზე დიდი პროცენტი აქვს. და ეხლა იდგა მოედნის ცენტრში და რომ იცემდნენ გვერდზე კაცის იქით პასი არ ქონა გაკეთებული და თქვა ყიფიანი და ბურიაკი და ვიღაცები გავრილოვი და ხა პლეიმეიკერებს ამოძიდნენ იძლეოდნენ 60 მეტრიან პასებს და ხა რანაირად ექნებოდათ ერთნაირი პასები ხო და ყიფიანისთვის რო გეთქვა შენ რო ხინჩაგაშვილის და ჩივაძის გარდა პასი არავის არ მიცეო ექნებოდა 1000-დან 1000-ის ზუსტი პასი ხო რა სუსლოპაროვი და რა ვინმე სად შეედრებოდა მაგრამ ეგ არ არის ფეხბურთი რა. ხო და ეს ბოლო პერიოდი ეს დუე როგორ თამაშობს რა და ის როგორ გაამწოვე დაკარგე ბურთი. ნუ იმ არანორმალურზე არ კარგავდა ბურთი. გიქსი არ კარგავდა, ბესტი არ კარგავდა, ოვერმარსი არ კარგავდა, რავი ვინ ჩამოვთვალო მომტყუებელი ფეხბურთელების მეტი რა იყო, კარგავდნენ. მაგრამ სამჯერო დაკარგავდა მეოთხეს ისეთ რეიდს გააკეთებდა რომ შევიდოდა კარში და ეგ იყო ბურთს რო აძლევდნენ ფლანგზე ერთი კაცი თუ ყავდა რიბერი, რობენი ატყუებდნენ იმ კაცს და ბოლოს წამოვიდა ისეთი ფეხბურთი რომ სტერლინგს რომ იცემდნენ საჯარიმოს კუთხესთან ერთი კაცი თუ ედგა სამეჩი უნდა მოტრიალებულიყო და უკან ზინჩენკოსთვის მიეცადა არ მომწონდა ეგ ფეხბურთი და რა ვქნა კი შედეგი იყო კი ყველაფერი მაგრამ რა ვიცი მე არ მომწონდა აი ხა წამოვიდა და ეს ნუ არანორმალური ეს ვინც ხო რა აბა ბაჯო გიждდებოდი წელი რო იტყოდა ბაჯო არ უნდა წავიყვანოთ იმიტომ რომ დაცვაში ვერ ჩამოდის ბაჯოს რა უნდა რატო უნდა ჩამოვიდეს ბაჯო დაცვაში ბაჯო უნდა იყოს იქ უნდა ხატავდეს ეხლა შენ რო ისა ხატვარი კაცი დაიწუნო იმიტომ რომ რა ვქნა კედელი ცუდად შეღებაო ხო არ შეიძლება შედარება არა ის ხატავს რაღაცას და ხატავს რა ეხლა ეს ფეხბურთი და ზედმეტად აი ცოტა ბოლო წლებში წამოვიდა ეს იამალი გამოჩნდა და ეს კვარაც ჩვენი და იმიტომ რომ მიცეს უფლება რომ მოატყუოს რაღაცა მოიგონოს აჭრას ბურთი ჩამოჭრას იქ გააძვრინოს ორთაშუა და აბა რონალდინიო არ იარსებებდა რომ კაცის მოტყუება აგეგზდა და აგერ ვნახეთ დღესაც ატყუებს ხედავ რა დღეში ჩაფარავს ხო და აი ძალიან კარგია რა მე თითქმის ის მქონდა რომ აი უფრო ჩაიკეტება უფრო დაშტამპული გახდება მაგრამ გაიხსნა აი ბოლო წლებში ისევ გაიხსნა რა და ის სტატისტიკაზე რაც თქვით ავი ბილიონჯერ მიხსენებია ეს ვინ უთვლის ანდრეს ინიესტას რამდენი გოლი და საგოლე პასი ჰქონდა სეზონში აგროვებდა საშუალოდ ჰქონდა 2 გოლი 4 საგოლე პასი ანდრეს ინიესტა და ჰქონდა 2 მილიონი პასი აი ხა შენ ვესტჰემის თამაში ავიღოთ რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი პერიოდის ვესტჰემს 91-ში რომ მოუგო დინამომ რომ მოუგო ოდესმე შენ აი რამდენჯერ გაქვს ეგ თამაში ნანახი ლაივშიც მაქვს ნანახი ის სიხარული ის დღესაც რო უყურებ ის ჩივაძე რომ მიდის ჟრუანტელი მიდის ეხა გეტყვი მე შენ ოდესმე შენ დაინტერესებულ ხარ ან დაგითვლი ან მოგიძიებია სულაქველიძეს ან სვანაძეს ან რომელიმე სხვას გარასელიას რა პროცენტი ხონდა იქ პასის ან რა ვქია რამდენი კილომეტრი ირბინა რაში მაინტერესებს ფეხბურთი იტოვეს დახატეს დაგლიჯეს ყველაფერი და დაამხეს თავზე ის ლონდონი ვესტჰემს ვინ რამდენი ირბინა რაში მაინტერესებს ლევან ეხლა მაშინ რომ სტატისტიკა ყოფილიყო და ჩივაძემ გოლი გაიტანა სადღაც 23 წუთზე ხო და მე-20 წუთზე ჩაეხედა სტატისტიკისთვის არ უყურებს თამაშს და სტატისტიკას ჯაყელა წალეკილი ვიყავით უი 13 კუთხური აქვს ჩაწოდებული ამას 0 აწובה ვესტჰემი რას ამბობ კაცო რა სადაც არის გაუტანს ნუ აი ეგ შტაბეჭდილება დარჩებოდა და თამაშს ვინც უყურებდა სულ სხვა შტაბეჭდილება ამიტომ ფეხბურთი არ არის ეს მათემატიკა რომ დავთვალოთ ვინ რამდენი ირბინა როგორ ირბინა რამდენი პას ფეხბურთი არის თამაში რო უყურებ საუკეთესო მოთამაშე რო უნდა გთხოვენ დაასახელეო შენ იმაში იყურები იმაში რო იყურებიან იმიტომ აძლევენ ბოლო თამაშებში ისეთ ფეხბურთელებს ვინც ეს საუკეთესო სპრინტ სირცხვირით არ იღებენ ხო ნახე იქ დემბელემ არა იყო და იმან არა იყო მომშორდითო უთხრა მაკლის იმან რა ქვია პორტუგალიელს კაცო
ვიტინიომ არა იყო თუ ვინ დემბელე იყო დემბელე ასტონ ვილასთან რო წააგე შენ თამაში ხო არა იყო არა მე მიცეს იმას აი გასაგებია მაგრამ არ უნდა გასაგება რა ესეთი აი ეს ოქროს ბურთის თემაც ძალიან საინტერესოა ძალიან ჩახლართულია რა ფინალს ვინ ითამაშებს მაგრა ჯერ ვინ მოიგებს ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მე მომწონდა ოქროს ბურთი როცა მარტო ჟურნალისტების გამოკითხვით იყო ფრანს უდონ მე ეს ჩარევენ წვრთნელებს და კაპიტნებს ის მეორე რო არის კიდე ხო FIFA ხო ანუ ხო არის მე მომწონს როცა არის ჟურნალისტების გამოკითხვა და რატომ გეტყვი იმიტომ რომ მაგალითად მასმერას იურგენ კლოპმა თქვა რომ ლივერპულში რო გადავიდა მე ლივერპულის თამაშები ნანახი არ მაქვსო მე ვწუნდები იმაში რომ დიდი გუნდის მწვრთნელებიც კი ისე კარგად ჩახედულები არ არიან სხვა ქვეყნის ჩემპიონატებში რომ სიტყვაზე იქ და მაგან შეიძლება თქვას რომ საუკეთესო მოთამაშე კლოპმა არის ლევანდოვსკი იმიტომ რომ უყურა ამის თამაშებს და ერთხელ ნახა ბაიერნი და ერთხელ გლადბახი სუბიექტურები იქ არის ის ახლა იმა რა გააკეთა სიტყვაზე სხვა ჩემპიონატში როგორ ითამაშა ინიესტა არის კაპიტნებიც რო ასახელებენ კაპიტნები ძირითადად თავის ძმაკაცებს ასახელებენ და ის კი არა რამდენიმე მონიშნული მაგრამ შენ თუ იპოვი შენ იმას რო უყურებ ხოლმე რა ქვია ვიცინებ გიყვარს ეგეთი რაღაცა აი მოძებნე რამდენჯერ არის დასახელებული ფეხბურთელი ვისაც 2 წლის ან 1 წლის დანებებული აქვს თამაშისთვის თავი ბატისტუტას წერდა ვიღაცა ქვეყნის კაპიტანი 3 წელი მე მგონი და აღარ თამაშობდა უკვე ფეხბურთს თავისიანებს რო წერდნენ ხოლმე რაღაც მაროკოელი მაშინ მაროკოს ვაფშე არ ყავდა რა მაგრამ ამ ფრანს ფუტბოლში ეს არა ფრანს ფუტბოლი მე ვფიქრობ რომ არის ყველაზე ობიექტური ამ გახსენებაზე ახლა ცოტა ხანში სეზონი არ დამთავრებულა სარბიელი. ბოდიში კიდე ვიტყვი ხო სარბიელზე მე ახლა ვიტყვი აი ყო კიდე რატოა ობიექტური. ფეხბურთელი რო კითხავენ მესი ჯობია თუ რობენი იტყვის მესის, იმიტომ რომ იცის რომ მესი უფრო მაგარია და ყველამ ვიცით რომ მესი უფრო მაგარია. მაგრამ ის სეზონი რომ რობენმა უკეთ ჩაატარა ის ფეხბურთელს ვერ მოთხოვ რომ ეგ იცოდეს. გაიგე ჟურნალისტმა იცის რომ კი არის მესი უფრო მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ ეს ამ სეზონში რობენმა მეტი გააკეთა. აი ეგ აღარ არის. ზოგადად არის მესია. აი მაგალითად ვერაფრით ვერავინ ვერაზოს ვერ ამიხსეს გრიზმანს რო არ მიცეს ოქროს ბურთი და სიმბოლურ ნაკრებში არ დაასახელეს ყველაფერი მოიგო იმ წელს. ერთი რაღაც გამახსენდა ზუსტად აი ახლა რასაც შენ ამბობდი, ჟირესი როცა იყო მწვრთნელი, მე მაგრამ მიყვარდა ჟირესი უბრალოდ ერთი აი ესეთი რაღაცა 2005 წელს ოქროს ბურთის ის რო იყო გათამაშება, ოქროს ბურთი რო იყო ადრიანო დაასახელა და მე რო უთხრეს ცოტა გასაკვირი არჩევანი იყო და თურმე არ ცოდნია საიდან სად იყო რა საიდან სადამდე იყო არჩევა რა ხო და ეს რონალდინიო არ დაწერა და დაწერა ადრიანო რა და გაუკვირდა ყველას გაიგეთ არა მე ესე ვიცოდიო რომ აქამდე იყო აგვისტომდე იყო ხო და ეგრე არის რა ეგრე არის სეზონი არის ჟურნალისტმა იცის კი იცის ასეთი ამი არ დაემართება იცის და თუ არ იცის წაიკითხავს და გადახედავს და რაღაცას არის რაღაცა აგვისტო და მაისამდე რა